ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება საქართველოს ფოსტამ ახალი მარკა სწორედ ამ სახელწოდებით გამოსცა. ყოველი რეალიზებული მარკიდან კი თითოეულ არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო პროექტის დეტალები ახლა შეგვიძლია ვნახოთ გვანცა პიცხელაურის სიუჟეტში. იყო დრო, როდესაც წერილი მხოლოდ ხელით იწერებოდა. მგზავნილები კი ცხენით გადაჰქონდათ. ეს იყო 200 წლის წინ, როდესაც საქართველოში საფოსტო საქმიანობა დაიბადა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თუმცა უცვლელი დარჩა ტრადიციები, რომლითაც საქართველოს ფოსტა აგრძელებს გზას. საქართველოს ფოსტა, როგორც საქართველოს ეროვნული საფოსტო ოპერატორი, ოდითგანვე ქმნიდა და ინახავდა ქართველი ხალხის ისტორიას, ეხმარებოდა თითოეულ ქართველ სათქმელის გაზიარებაში და სამყაროსთვის ხმის მიცდენაში. სწორედ ამ სულისკვეთებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ფოსტამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ფოსტა თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან. ერთ-ერთი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაა. სწორედ ამ ერთობლივ ძალისხმევას უკავშირდება მორიგი ერთობლივი პროექტი, მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქველმოქმედო საფოსტო მარკის გამოცემას უკავშირდება. საქართველოს ფოსტა ქველმოქმედებისთვის ეს გახავთ ღონისძიება, რომელზეც დღეს ვართ წარმოდგენილი, ამჯერად წითელ ჯვართან ერთად საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული იქნა მეტად საინტერესო შემეცნებითი ხასიათის გახავთ ეს მარკა. გავსი ღონისძიება ჩვენ ადრეც გქონია წითელ ჯვართან ერთად. ჩვენი ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი იყო გამოსახული ასეთ მარკაზე. ინფორმატიული ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ მარკის და აი განმეორებითი ხასიათი შეიძინა ამ მოქმედებამ. ივრის ზეგანზე არსებული ბიომრავალფეროვნება. სწორედ ამ სახელწოდებით გამოიცა საქველმოქმედო მარკა, რომლის ავტორიც გიორგი მამულაშვილია. ყოველი რეალიზებული მარკიდან კი თითოეულ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. თქვენი ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება, ისევ გამოეცა საქველმოქმედო მარკა, რომლიდან ნაწილობრივ თანხა გადაეცემა წითელი ჯვრის საქველმოქმედო ფონდს და ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მარტოხელებს, ასევე ბინაზე მოვლის წითელი ჯვრის ბენეფიციარებს. ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს შეიძინონ მარკა და გაიყვონ ქველმოქმედება. საფოსტო მარკების ხატვის პროცესი არის ყველაზე საინტერესო. მხატვარი ვარ, დიზაინერი და ერთ-ერთი საუკეთესო თემაა ჩემთვის საფოსტო მარკების ხატვა. შესაბამისად, ეხლა ბოლოს რაც გავაკეთეთ, მრავალფეროვნება საქართველოს ფრინველების იყო ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ფოსტას, რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემატიკას უწევს სათავეს ამ საფოსტო მარკებში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. სწორედ ამ ერთობლივ ძალისხმევას უკავშირდება მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველოს ფოსტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. საქართველოს ფოსტა არის მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ადამიანებზე ზრუნვა გაცილებით მეტია, ვიდრე ვალდებულება. საქართველოს ფოსტა. რეპორტაჟი ვნახეთ, ახლა კი მაგდა სანიკიძესთან, საქართველოს ფოსტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან ვისაუბრებთ ვთორცლად საქართველოს ფოსტის პროექტების შესახებ. მაგდა, აი რეპორტაჟშიც მოვისმინეთ ივრის ზეგანზე, თუმცა მანამდე აღვნიშნოთ არაერთი პროექტი გაქვთ, იგივე წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რაც იყო რეპორტაჟი, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, ანიმაცია, წერილი მომავალში. შევახსენოთ ხო საზოგადოებას ეს პროექტები, მანამდე უფრო საინტერესო დეტალები გვინდა მოვისმინოთ თქვენგან ივრის ზეგანთან დაკავშირებით, ეს საინფორმაციო ხასიათის მარკა და საქველმოქმედო მიზნებით შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მიხარი კიდევ ერთხელ სტუმრობ თქვენს ეთერს, საკმაოდ საინტერესო პროექტით ვართ წარმოდგენილი. კი ნამდვილად სიუჟეტშიც ავხსენეთ, რომ საქართველოს ფოსტა არის ეროვნული ოპერატორი, რომელიც ოდითგანვე ქმნიდა ისტორიას და ეხმარებოდა ქართულ ხალხს სათქმელის გაზიარებაში და ზუსტად აღნიშნული სულისკვეთებით თავისთავად საქართველოს ფოსტის საქმიანობა არის სოციალური ხასიათის და დამატებით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ვიყენებთ დამატებით
საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის. ჩამონათვალი აღნიშნული მიმართულებით პროექტების არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ წითელ ჯვარზე და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამოდენიმე წელია გრძელდება. პირველი თანამშრომლობა ეს იყო 2021 წელს, როდესაც ჩაუშვით საქველმოქმედო მარკა. მარკა შეიძლება იყოს საოპერაციო დანიშნულებისთვის, იმიტომ რომ გავაგზავნოთ გზავნილი, შეიძლება იყოს უბრალოდ ფურცელი ვიღაცისთვის, მაგრამ სინამდვილეში მარკა არის ესე თქვა სიმბოლური გამოძახილი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლიათ ვუკვდავყავთ ეროვნული გმირები, მნიშვნელოვანი ადამიანები, ქართველი ცნობილი პიროვნებები და რა თქმა უნდა მარო მაყაშვილი მოწყალების და თავისუფლების სიმბოლო. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ საქველმოქმედო მიზნით გამოიცა მარკა ნომინალით 3+1 და ყოველი რეალიზებული მარკიდან თითო ლარი ირიცხებოდა საქველმოქმედო ფონდში საქველმოქმედო მიზნებით. ეს იყო კამპანია შენი მარკა, რომელიც ეროვნულ მიზნებს ემსახურებოდა და ასე ვთქვათ, კეთილს რახვებს და მნიშვნელოვანია დააღვნიშნავ, რომ ყველა მარკა თავისი დატვირთულობით არის განსაკუთრებული, მაგრამ აღნიშნული მარკა იყო უპრეცედენტოდ პოპულარული, სულ მარო მაყაშვილის მარკა, სულ რაღაც 3 კვირაში სერვის ценტრებში მე პირადად ვეძებდი მარკას, რომ ჭირდებოდა შემეცნიერება. გზავნისას უკვე სხვა დატვირთვა აქვს, როცა ასეთი მარკა არის. რა თქმა უნდა, უბრალოდ მარკა აღარ იყო მიმოქცევაში. რაც შეეხება ასეთი ინტერესი რომ გამოიწვია საზოგადოებაში, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელმეორედ ჩაუშვათ? ზოგადად რამდენად არის ინტერესი პრეცედენტი, რომ ხელმეორედ ჩაშვებული იყო მარკა, ესეთი არ გქონია შესაბამისად. რა თქმა უნდა, სურვილი იყო, მაგრამ პრეცედენტი არ. მეტი ფასი დაედება ესე იგი. თავისთავად. ფილატელისტები გაგვიაწყენდებიან. რაც შეეხება მიმდინარე ინიციატივას, აღნიშნულ ინიციატივას, შემეცნებითი ხასიათის არის. მე მაგალითად პირადად არ ვიცოდი, რომ ივრის ზეგანზე ესეთი ბიომრავალფეროვნება არის, ძალიან საინტერესოა, ლამაზი მარკა. აღსანიშნავია, რომ მარო მაყაშვილის მარკის ავტორიც და აღნიშნული მარკის ავტორიც არის გიორგი მამულაშვილი. მადლობა მას ესეთი მშვენიერი ნამუშევრისთვის და აქაც ყოველი რეალიზებული მარკიდან ნომინალით 3+1 თითო ლარი ირიცხება საქველმოქმედო ფონდში. რა ღირს მარკა? 3 ლარი. მარკა ღირს ჯამში 4 ლარი. ლარი ირიცხება საქველმოქმედო ფონდში საქველმოქმედო მიზნებისთვის და 3 არის უკვე საოპერაციო მიზნებისთვის, იმისთვის რომ გზავნილი გაიგზავნოს. აი მაყურებელს რომ ავუხსნათ, მაგდა აი მიდის ადამიანი პოსტაში, როგორ ხდება ტექნიკურად როგორ ხდება? იქვე არის გამოფენილი ეს მარკები, შეგვიძლია შევიძინოთ ონლაინ ყიდულობთ როგორ არის? სიამოვნებით ჩვენს ვებგვერდზე დავიწყებ ონლაინ შეძენით, ჩვენს ვებგვერდზე ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილი არის კატალოგისა და ონლაინ მაღაზიის ველი, სადაც ნებისმიერი მარკის შეძენა არის შესაძლებელი მისამართზე ჩვენ მიუტანთ მსურველს მარკას. რაც შეეხება საქართველოს პოსტის სერვის ცენტრში, რა თქმა უნდა, მოდიან და უბრალოდ გზავნილის გასაგზავნად, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აგროვებენ მარკას, მაგალითად პირადად მე ძალიან დიდი რაოდენობა მაქვს მარკების და ვაგროვებ კოლექციას და ესე ვთქვათ, ყოველი გამოცემული მარკის შემდეგ მოდიან და შენაძენს ნაკეთებენ. რაც შეეხება სიამოვნებით ვისაუბრებ დამატებით კიდევ სხვა საქველმოქმედო პროექტებზე. კი, წერილი მომავალში არ ერთხელ გაგვიშუქებია. წერილი მომავალში და დავამატებ ასევე 50 წლის თავზე რომ წაიკითხავ. 50 წლის თავზე ეროვნულ არქივთან გავაფორმეთ ჩვენ მემორანდუმი და 50 წლის თავზე ჩვენ წავიკითხავთ მოზარდების და უკვე 50 წლის შემდეგ გასასრულების წერილებს საკმაოდ საინტერესო ესე იგი ინფორმაციით, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი რომ აღნიშნული პროექტი იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსის ფარგლებში და თქვენი ეთერის საშუალებით დავაანონსებ და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თემითაც მომავალ კვირაში ჩვენ კვირას გვაქვს დაჯილდოების ცერემონია, შევარჩიეთ წერილის წერის კონკურსის, უბრალოდ ჟიურიმ შეარჩიეთ წერილის წერის კონკურსის გამარჯვებული წერილი, რომელიც უნდა წავიდეს მსოფლიო საფოსტო კავშირში და უკვე საერთაშორისო კონკურსში ჩაერთოს და საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული 9 ოქტომბერს იქნება. რა საინტერესოა შინაარსი განსაკუთრებით. ანიმაცია, ქეთუნა შენ კითხვა. ხო, აუცილებლად მინდოდა მეხსენებინა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან თქვენი აქტიური თანამშრომლობა და მარკა, რომელიც შემთხვევით რაღაცნაირად ძალიან საინტერესო იყო პირველი კურსდამთავრებულები, ხო?
კი, აღნიშნული პროექტზე ვიმუშავეთ 2 წლის წინ, პირველი კურსი დამთავრებულები 100 წლის იუბილე, ასე თქვა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს, თუმცა აღნიშნულ პროექტს ნამდვილად გამოვყოფ და რატომ? აღნიშნული პროექტიც იყო საქველმოქმედო მიზნებისთვის. ხოვლეში ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც ითხოვს რეაბილიტაციას და ყოველი ლარი რეალიზებული მარკიდან ირიცხებოდა ფონდში იმისათვის, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო აღნიშნული ნაგებობის. მაგრამ მარკის შეძენა თუ შეიძლება ისე რომ გზავნილი არ გავუშვათ. ჩვეულებრივად გადავიხადოთ მარკის ფული, შევიძინოთ თუ არ ფილატელისტი. რა თქმა უნდა. შესაძლებელია. აუცილებლად. ონლაინ არის შესაძლებელი, როგორც აღნიშნეთ. ონლაინ და ასევე ადგილზევე სერვის ცენტრში უბრალოდ ფიქრობ, რომ ონლაინ გაცილებით ხო, უკეთესი დიდია ჯოვანი. შეიძლება დუზე აქტივდეს მაგალითად 30 წამის პროცესი არის, როდესაც სერვის ცენტრში ცოტა ხანი მოგვიწევს. დიახ, მაგდა ანიმაციასთან დაკავშირებით თქვენი პროექტი. ანიმაციას რაც შეეხება ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია თანამშრომლობ GB სტუდიასთან და ასე თქვა საქართველოს ფოსტას სურვილი ჰქონდა რომ ქართული ანიმაციური ფილმების, თოჯინური ფილმების განვითარებაში თავისათქმელი ეთქვა და ჩვენ შევქმნით რამოდენიმე ანიმაცია ექსპერიმენტი გავაკეთეთ, ასე თქვა ქართულ ბაზარზე და ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ და ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნული ანიმაციის ფარგლებში წარმოადგინეთ რამოდენიმე მასტერკლასების ციკლი გვაქვს პერიოდულად, ესე იგი ჩვენ ვამოგზაურებთ მოზარდებს ანიმაციურ სამყაროში, თვითონვე ქმნიან სხვადასხვა ანიმაციურ გმირებს და შემდეგ უკვე ვასწავლით როგორ უნდა გაცოცხლდეს ეს ანიმაციური გმირები, როგორია ეს ტექნიკა. აღნიშნული მასტერკლასის მიზანია, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მოზარდებში, რაც სამომავლოდ მათ წარმატებაზე აუცილებლად აისახება. და დავემატებ აუცილებლად, რომ აღნიშნული ანიმაცია, წლევანდელი წლის ახალი წლის ანიმაცია საფრანგეთში ანესის ფესტივალზე მოხდა მრჩეულებს შორის, ახლა არის წარმოდგენილი, ახლა ესე იგი დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე რაღაცა მორიგი წარმატება გქნება აღნიშნული მიმართულებით. გისურვებს წარმატებას, რა თქმა უნდა, და მაყურებელს მიმართოთ, ხო შეიძინეთ საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა და გახდით ქველმოქმედი. და მადლობას გეტყვით ბიბლიოთეკების პროექტის. მაგდა სანიკიძე საქართველოს პოსტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან სტუმრად საქართველოს პოსტის პროექტებზე საუბრობთ. მადლობა ბიბლიოთეკები დავამოჩ, მაგრამ ბევრია რა გავაკეთე. შემდეგში ვისაუბრებთ. მიგაქვთ ზალმილივით ყველგან, ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, მომავალ სტუმრობამ. გემშვიდობებით, ჩვენ კი განვაგრძობთ ჩვენი გადაცემა.